მოგესალმებით. ონლაინ რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება ტრადიციულად ხუთშაბათობით, ყოველ მეორე ხუთშაბათს გადაცემით ჰორიზონტის მიღმა, მე კი მისი წამყვანი ესმა გუნდელიძე ვარ. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ შიშერპირთა უფლებებზე, ვიწვევთ შიშერმოპირებს, აქტივისტებს და ასე შემდეგ. თუმცა შიმო ბავშვთა მშობლების პერსპექტივა ჩვენთან ნაკლებად ჩანს ხოლმე. ეს დღეს მეორე შემთხვევა იქნება ჩვენს გადაცემაში, როდესაც ჩვენი სტუმარი არის შშმ ბავშვის მშობელი. ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურიც კია, იმიტომ რომ არის მამა, რომელიც დაინტერესებულია თავისი შვილის ამბებით და ეს დავით მოსიაშვილი არის, თანაც რეგიონიდან, კახეთიდან გახლავთ. თელავიდან დათო მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენს გადაცემაში მოახერხეთ მაინც მოსვლა პირდაპირ ეთერში. პირველი კითხვა ალბათ გაცნობითი ხასიათის იქნება. რამდენი წლის შვილი გყავთ, რა შეზღუდვა აქვს და ალბათ როდის და როგორ გაიგეთ და რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაზე. მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს. მე მყავს ორი შვილი. 9 წლის მარიამი და 5 წლის დემეტრე და დემეტრეს აქვს ცერებრალური გამბლის ერთ-ერთი ფორმა დიპლეგია. რაც შეეხება როდის გავიგეთ, ეს მოხდა სამწუხაროდ ცოტა გვიან. იქიდან გამომდინარე, რომ გვიან შევნიშნეთ პრობლემა და ამის მიზეზი იყო ის, რომ როგორც ხდება საქართველოში ძირითადად კეთილის მსურველი მეზობლების და ნათესავების მიერ გამოთქმული აზრების შედეგად, რომ სხვამაც ცოტა გვიან და ცოტა გვიან გაიარა, ნერვიულობთ, არაფერი არ იქნება და შემდეგ დემეტრე იყო 8 თვის, როდესაც მიმართეთ ექიმს და უერთდებოდა. და შემდეგ 8 თვიდან კიდევ დაგვჭირდა 1 წელი, რომ დემეტრესთვის დიაგნოზი დაესვათ. და ახლა ამ ეტაპზე რაში არის ჩართული? მაგალითად არის თუ არა ჩართული ადრეული განვითარების პროგრამაში? ადრეული განვითარების პროგრამაში არ არის ჩართული. დადის თუ არა ბაღში? ბაღში დადის და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ბაღია ჩვენ დასაბედნიეროდ და ძალიან კარგი გავლენა იქონია დემეტრეზე ბაღში სიარულმა უამრავი რამის სწავლა და ყოველ დღე საღამოს, როდესაც ერთმანეთს ანგარიშს ვაბარებთ ხოლმე დღის ანგარიშს, ყოველ დღე არის ისეთი რაღაც, რომ მალოცებს ყოველ დღე ახალი ინფორმაციებით. და რა პირობები ექნება ბაღში, ან ვინ უქმნის ამ პირობებს? ბაღში როგორც კი დემეტრე შევიყვანეთ, ეს მეორე მცდელობა იყო ბაღში მიყვანის, პირველი სამწუხაროდ ცუდად დასრულდა. რატომ რა მოხდა? როდესაც პირველად დემეტრე იყო 2 წელი ნახევრის, როდესაც გადავწყვიტეთ ექიმების რეკომენდაციით და ჩვენი მოსაზრებითაც გადავწყვიტეთ, რომ ბაღში მიყვანა ბავშვებთან კონტაქტიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომელთალა დიდი გავლენა აქვს ბავშვებს ამ შემთხვევაში ზოგადად საზოგადოებაში ყოფნას და უმეტეს თანამედროვე ბავშვებთან ურთიერთობას და შეგვხვდა ასეთი წინააღმდეგობა. მასწავლებელი, რომელმაც გვითხრა, რომ ის მხოლოდ მასწავლებელი არ იყო და 30 წელი ჰქონდა ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება და საკმაოდ კარგად ესმოდა პრობლემა, გვითხრა, რომ ჩემი შვილისთვის თუ კარგი იქნებოდა ინტეგრირებულ ჯგუფში ყოფნა, ეს არ იქნებოდა კარგი სხვა ბავშვებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება დემეტრეს ვინმესთვის დაერტყა ან რამე დაეზიანებინა. მე რა თქმა უნდა, ზოგადად დემეტრესთან ერთად ავსაუბრობ ხოლმე თავის პრობლემაზე. ცალკე აუხსენია მასწავლებელს, რომ არაფერი არ ხდებოდა ისეთი, რომ ეხლა ეს უცნაური ფსიქოლოგიც თუ იყო თან, რამე ქცევითი დავუშვათ გადახრები ქონდა ბავშვს, საიდან დაიწყო? არანაირი არაფერი არც ქონია და ტრენდი არ აქვს. უბრალოდ ალბათ რაღაც სტერეოტიპული შეხედულებებიდან გამომდინარე, რომ ესეთი ბავშვი უნდა იყოს რაღაც იზოლირებულად ცალკე და არა წყალებში ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად. და კიდევ რამაც გადამოწყვეტინა ბაღში იმ ეტაპზე არ შემიყვანა, ეს იყო ის, რომ ელემენტარული მასწავლებელმა ვერ შეძლო იმდენი, რომ დემეტრესთან ერთად მაგალითად არ გამოიყენებინა სიტყვა ირაცოდვა რატო ვერ დადის. და დემეტრე მაშინ სახლში რა დაუბრუნეთ, პირველად ვკითხა, რომ მამა ცოდო რატო ვარო? იმიტომ რომ ზოგადად ავსაუბრობ ხოლმე და არ მიმოჩინა სწორად ბავშვთან ერთად მის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი. თუმცა ესეც საინტერესო მომენტია, იცის თუ არა, დავუშვათ დემეტრე და რამდენად აცნობიერებს, რომ
რაღაც მხრივ ისევე როგორც ყველა ჩვენთაგანი რაღაცით არის განსხვავებული სხვებისგან ამ შემთხვევაში. ზუსტად მოგიტოვ რომ მე კარგად ვხედავ რომ იცის ანალიზებს და ძალიან სტკივა, სწორედ ამიტომ ვცდილობ რომ ავარიდო ხოლმე ეს ზედმეტად საუბარი თავის პრობლემაზე. თუმცა დიაგნოზიდან დაწყებული, ან პულმონოლოგის მეთოდებით დამთავრებული, საკმაოდ კარგად ფლობს ინფორმაციას, რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ და რამ რა შედეგი შეიძლება რომ მოგვიტანოს. და ბაღზე საუბრობდით უკვე წარმატებულ შემთხვევაზე. ყავს თუ არა მაგალითად ოკუპაციური თერაპევტი ან სპეცმასწავლებელი ან რეაბილიტაციის სპეციალისტი ან ვინმე დამატებით აღმზრდელის გარდა. ანუ რა თქმა უნდა, როგორც გადავწყვეტეთ თემის ბაღში შეყვანა, ანუ ბაღმა დანიშნა სპეცმასწავლებელი, რომელშიც ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ანუ მაქსიმალურად ერთად ვცდილობთ იმას გაგეთდეს ის, რაც არის სპეცმასწავლებლის მოვალეობა და ზოგადად კოლექტივი მთლიანად ბაღის ძალიან ჩართულია დემეტრესთან მიმართებაში სამუშაო პროცესში. და ეს აისახა კიდევაც მის განვითარებაზე განსაკუთრებით. ჯგუფში რამდენი მოსწავლე ყავთ? ჯგუფში მე მგონი არის 18 ბავშვი თუ ზუსტად ვიცი. ბავშვების განწყობებით საინტერესოა და მათი მშობლების დრო. ძალიან ხშირად გვესმის, რომ ამ მშობლების მხრიდან რაღაც საჩივრები ერთ-ერთმა ბავშვის მშობელმა თქვა, რომ მე არც მესალმებიან და არც მესალმებოდნენ სხვა მშობლები. თქვენად გადააწყვეტით ამ პრობლემას? მე ამ ცოტა სასაცილოა და ზედმეტად მაქვს ხოლმე ის პრობლემა, რომ ზედმეტად დადებით დამოკიდებულებას ნუ გამოხატავთ დემეტრეს მიმართ თქო. ანუ დაწყებული ბავშვებიდან და მშობლები, მასწავლებლები, ანუ არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, ეს რა თქმა უნდა მოდის იმ ბავშვების მშობლებისგან პირველ რიგში, იმიტომ რომ სწორად უხსნიან თავის შვილებს, ანუ როგორ ეურთიერთონ ესეთ ბავშვებს და იქ ანუ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ჩვეულებრივი ურთიერთობა უნდა გქონდეთ. და ბავშვებისგან შესანიშნავი დამოკიდებულება ჩვეულებრივად, ანუ ყველას უყვარს, ეფერებიან, ზედმეტად ან კოცნიან, პრეტენზია აქვს ომაზე ზედმეტად კოცნიანო, ну, მოკლედ ყველაფერი ნორმალურად არის მოგვიწევი. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედაც, რომ მშობელმა შესაძლოა ბავშვს არ მოუწოდოს, რომ რაღაც დაჩაგრეან სცემა, თუმცა ესეთი განწყობები შეუქმნას ვიღაცებზე შეუფერებელი კომენტარებით, შეფასებებით და ასე შემდეგ, რომ შემდეგ ბავშვმა თავისგან განსხვავებული მივიდეს და თუნდაც დაჩაგროს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თქვენ შემთხვევაში არ ხდება და ამ ხრივ ალბათ რაღაცები ნელ-ნელა იცვლება. რა დამხმარე საშუალებებს იყენებს დემეტრე? მაგალითად, თუ ჭირდება ეტლი ან რამე მსგავსი და თუ იყენებს ამ საშუალებებს? ეტლი ჯერჯერობით, ანუ იქნა გამომდინარე 5 წლის არის, ანუ ეტლს ჯერჯერობით არ ვიყენებთ, ჩვეულებრივ საბავშვო ეტლით გადავადგილდებით. დანარჩენი ანუ რაიმე სპეციალურს ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ ვიყენებთ. და ბაღში როგორ გადაადგილდება? ბაღში გადაადგილდება სპეცმასწავლების დახმარებით და ასევე ანუ დემეტრეს შეუძლია 4-ზე ეგრეთ წოდებული ხოხვა, რომლის შედეგადაც ანუ გადაადგილების პრობლემა არ აქვს თუნდაც ჯგუფში. თქვენ ახსენეთ, რომ ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული არ არის და რატომ? და აქვე მინდა ვიკითხო, საერთოდ რა სერვისები არის მისაწვდომი ამ შემთხვევაში თელავში, კახეთში და რა სერვისები არ არის მისაწვდომი, რომელსაც თქვენ ისურვებთ რომ გქონდეთ და დავუშვათ თბილისში რაც არის და თქვენთან რაც არ არის. თელავში ანუ მუშაობს ადრეული განვითარების პროგრამა, თუმცა რატომღაც ანუ ალბათ ჩემი დროიდან გამომდინარე რაღაცნაირად ვერ ვახერხებ და ისე მრჩევია ხოლმე, ანუ ჩემი თავისუფალი დრო გამოვიყენო იმაში, რომ თბილისში ჩამოვიყვანო სარეაბილიტაციო ცენტრში. რაც შეეხება რეგიონში რა არ გვაქვს, ძალიან ბევრი რაღაც არ გვაქვს. არ გვაქვს ინტეგრირებული სარეაბილიტაციო ცენტრები, ტრის ცენტრები, სერიოზული პრობლემა არის სპეცმასწავლებლების. აი ახლა მაგალითად თუ გვფიქრობ იმაზე, რომ დემეტრე გაიცეთ სკოლაში შედის და ანუ სპეცმასწავლების თემა როგორ იქნება. მოკლედ მე რაღაცნაირად ვცდილობ ხოლმე მაინც რომ თბილისთან უფრო დემეტრეს პრობლემიდან გამომდინარე თბილისთან უფრო ვიკონტაქტო, თუმცა გარკვეული ორგანიზაციებთან ერთად ანუ ჩართული ვარ მეც ვმუშაობთ იმაზე, რომ ადგილობრივად შეიქმნას სერვისები, რომელიც სჭირდება ჩვენ შვილებს. ეხლა ეს არის და რა სერვისებზე მუშაობთ? აი, რას ადვოკატი ართ? დღის ცენტრზე მუშაობთ, ეხლა ძირითადი მიმართულება
აქვს აღებული, რომ გაკეთდეს რამე ისეთი მასშტაბური დღის ცენტრი, სადაც რაღაცნაირად ყველა ბავშვი შეიძლება რომ მიიღოს სერვისი. ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ დრო არ მაქვს, ხო, ამავდროულად მუშაობთ საჯარო მოხელედაც. ამავდროულად ხართ მეუღლის გარეშე ამ შემთხვევაში. და ხშირად გითხოვთ სხვადასხვა ვიდეოებში, რომ ბავშვებს თქვენ თვითონ უვლით, ზრდით, რა იგულისხმება ამ მოვლაში? ან იქნებ სხვა ოჯახის წევრები რამდენად გეხმარებიან და ანუ მოვლაში იგულისხმება ის აბსოლუტურად, როცა მჭირდება ვაკეთებ ყველაფერს, რაც ბავშვს ჭირდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა თუნდაც იმის მიზეზი, რომ დღეს მე აქ ვარ, დედაჩემი არის, დედაჩემი რომ მყავდეს, ჩემი სახლში არ ყოფნის პერიოდში, დედაჩემი არის ძირითადად, ბავშვებს დედაჩემი აქცევს ყურადღებას. თქვენ ასევე ამბობდით, რომ გაქვთ სოცსაწარმოს შექმნის იდეა, მცდელობა. ამაზეც თუ შეიძლება რომ მოგვიყვათ უფრო მეტი. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილების პრობლემები თავიდანვე რაღაცნაირად სწორად უნდა შევაფასოთ და გრძელვადიანად და არა კონკრეტული მოცემული მომენტისთვის. სულ მქონდა ეგ მომენტი, რომ გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რომ დემეტრე რომ გაიზრდებოდა, ქონოდა რაღაც თავის საქმე. ხო და შემდეგ მარიამთან ერთად მოვიფიქრეთ, გავუკეთებინა ხის სამკაულები და დავიწყეთ ამ ყველაფრის ხელით გაკეთება, რომელიც საკმაოდ შრომატევადია. შემდეგ დავინახეთ საზოგადოების მხრიდანაც ინტერესი საკმაოდ წარმატებული კაპიტალური გვაქვს ამ ეტაპზე, რასაც ვაკეთებთ. სატყიდით. ინტერნეტით ძირითადად ონლაინ კაპიტალობით ვართ ამ ეტაპზე. თუმცა გვაქვს მაღაზიებიდან შემოთავაზება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მცირე რაოდენობით შეგვიძლია ჯერჯერობით დამზადება და ძირითადად რასაც ვამზადებთ ესევე იყიდება. აქედან გამომდინარე რაღაც მაღაზიებთან ვერ თანამშრომლობთ. ჯერჯერობით თანამშრომლები არ გყავთ, მხოლოდ თქვენ და ბავშვები. მაგალითად გაქვთ რამე აღჭურვილობა, როგორც აი 3D პრინტერი ან ლაზერის დანადგარი ან თუ გაქვთ წვდომა მსგავს აღჭურვილობაზე? ჩვენი სახლი სადაც არის ეზოს პოლოში გქონდა ერთი შენობა, სადაც წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და მე და ბავშვების დახმარებით ეს შენობა რაღაცნაირად მოვაწყეთ, გავარემონტეთ და გავაკეთეთ სახელოსნო. შემდეგ აწარმოე საქართველოს ფარგლებში გავაკეთეთ პროექტი, საიდანაც მივიღეთ გრანტი და შევიძინეთ ლაზერის დანადგარი ხეზე სამუშაოდ, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ იყიდება და გამოვიწერეთ და 12 მარტს ველოდებით რომ ჩამოვა და შემდეგ ჩვენი მოკეთებები გახდება მრავალფეროვანი და უფრო მასშტაბურადაც გავაკეთეთ. აი თელავში თბილისში არის მაგალითად სხვადასხვა ლაბორატორიები, ფაბლაბი, სადაც ღია სივრცეა და მსგავსი დანადგარები ყველა დამწყები მეწარმისთვის მისაწვდომია. აი თელავში თუ არის ესეთი სივრცეები ან ახალგაზრდული სივრცეები? რამოდენიმე თვია რაც ფაბლაბის ფილიალი თუ შეიძლება ვთქვა როგორ ქვია გაიხსნა, მაგრამ ჩვენთვის სადა პრობლემა არ იქნება გამომდინარე, რომ 6 საათამდე ფაქტურად სამსახურში ვარ, შემდეგ ბავშვი, ყველაფერს ვაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებმა ისწავლეს და მიეჩვიონ ხესთან მუშაობას და შემდეგ უკვე ვეღარ ვახერხებ, რომ 6 საათის შემდეგ ბავშვებთან ერთად წავიდე ესეთ ადგილას და იმათთან ერთად ვიმუშაო. აქედან გამომდინარე მირჩევია, რომ ცალკე სახელოსნო გავაკეთებ და სამომავლოდ ესეთი მიზანი მაქვს, რომ შესაძლებლობის მქონე ბავშვები რამდენიმე მაინც რასაც დაიგებს ჩვენი სივრცე და რასაც შევძლებთ, შევასწავლეთ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთეთ სოციალური საწარმო და მინდა რომ მივიდეთ საბოლოო ჯამში. დიახ, ის თვითდასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობა თვითგამოხატვის გამოვლენის და თვითრეალიზების ზოგადად ადამიანებისთვის, მათ შორის შიშიმო პირებისთვის. რამდენად მისაწვდომია ქალაქი, აი რამდენად მეგობრულია ის ეტლისთვის, ხო? ჩვენ ამას შეგვიძლია შევეხოთ ამხოთ შიშიმო პირის პერსპექტივიდან, არამედ ბავშვიანი მშობლის პერსპექტივიდან თუნდაც. რამდენად აი ბაღში, რამდენად ასწრებთ მაგალითად სამსახურში მისვლას და სამსახურის მერე ბაღში, თუ ბაღი უფრო ადრე მთავრდება და დაუშვათ ამაში ვიღაცამ თუ არ გამოიყვანა, ისე არ გამოდის. რაც შეეხება ბაღს, დილით დემეტრე ბაღში შემყავს მე და შემდეგ გამოყავს დედაჩემს, იქიდან გამომდინარე, რომ
დროში ვერ ვემთხოვით ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. რაც შეეხება ქალაქის ადაპტირებულობას, ალბათ ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, ძალიან დიდი პრობლემაა ყველგან. თუნდაც ჩემთან სამსახურში, თუნდაც ბაღში. ერთადერთი მინუსი რაც შეიძლება ახლა დემეტრე დღეს რომ ბაღშიც დადის თქვა, ეს არის ის რომ ბაღი მდებარეობს მეორე სართულზე და კიბე არის საკმაოდ დიდი ასასვლელი. და აქედან გამომდინარე, დემეტრე ეთლით მოსარგებლე რო იყოს, ფაქტიურად ეთლით ვერ შევიყვან ბაღამდე. საინტერესო არის ამას რა მეკეთდება ამ კუთხით მისაწვდომობის. თბილისში არის საუბარი არასტანდარტული პანდუსების დამონტაჟებაზე, ავტობუსების მისაწვდომით ტრანსპორტის შემოყვანაზე, იქ რამდენად მიდის ამაზე და რამდენად ადვოკატირებენ მშობლები? არსებობს ჩემდასაბედნიეროდ მშობლების რამდენიმე ისეთი ძლიერი ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ საკითხი ამ მიმართულებითაც და რაც შეეხება თვითონ რამდენად ადაპტირებულებისკენ მივდივართ, ძირითადად ძველ შენობებზე ფაქტიურად არ ხდება მაგალითად პანდუსი თუნდაც რემონტის დროს, მაგრამ ახალ შენობებზე, ახალ რეაბილიტირებულ შენობებზე შედარებით გვაქვს ეს პანდუსები, თუმცა შენობების უმრავლესობა ჩვენ ვიცით, რომ არის ძველი და ეს პრობლემა ყველგან არის. თუმცა ახალი შენობების ახლა ნელ-ნელა მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაიზრდება სანქციები, ჯარიმები ახალი შენობების მიუწვდომობის შემთხვევაში, ხოლო ძველებისთვის რაღაც გარდამავალი პერიოდი დაწესდება, სადაც უნდა მოხდეს მათი ადაპტირებაც. თუ არის თქვენთვის ცნობილი ამ ინიციატივის შესახებ, თუ ხართ რაიმე ფორმით ჩართული, ან იქნებ ვინ არის მშობლებიდან ჩართული, თუ იცით და რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე? სამწუხაროდ პირველად მესმის ახლა ეგ ინიციატივა. საკანონმდებლო ინიციატივა არის, ჯერჯერობით არ არის პარლამენტში განხილვის პროცესში, თუმცა ის მუშავდება რამდენიმე ორგანიზაციის და მათ შორის ბატონი რატიონ ათამიშვილის მიერ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი არის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სამამდროულად. საინტერესო არის და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მსგავსი ინიციატივებში ალბათ ფართოდ წერენ მშობლების და შემოპირების იყოს ჩართული და ალბათ ახლო მომავალში ვნახავთ კიდეც უფრო მეტ ჩართულობას და უფრო ფართო განხილვის დაწყებას ამ საკითხთან მიმართებაში. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ და როგორია თქვენი პერსპექტივა ბავშვთან მისი შეზღუდული შესაძლებლობის გაცნობიერების კუთხით სამომავლოდ. ძალიან ხშირად მეც მეკითხებიან, როდის გაიგერო, თქო ხარ უსინათლო და ხშირად მესმის სხვებისგანაც, რომ ეს ესეთი პრობლემური მომენტი არის ხოლმე აღმოჩენის და ოჯახები არეუბნებიან და ასე შემდეგ. თქვენ ამას როგორ უყურებთ? დემეტრეს რაც უფრო მეტად და მეტად ემატება ასაკი, იქიდან გამომდინარე შესაბამისად მოდის მეტი შეკითხვები. თუმცა მე ვცდილობ, რომ თავის პრობლემის შესახებ მივაწოდოს სწორი ფორმით და ეტაპობრივად და მაგალითად ერთ დღეს არ დავჭდე და არ მოვყო თავიდან ბოლომდე რა ხდება და მომავალში რა შეიძლება რომ მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ინფორმაციის მიწოდების ფორმა უნდა იქნეს სწორად შერჩეული, თუმცა მანამდე იმაზეც უნდა იმუშაოს მშობელმა ბავშვთან, რომ როდესაც დადგება ის დრო, რომ გააცნობიერებს ბოლომდე რა ხდება ბავშვთვის, ეს არ იყოს მატრამირებელი ძიმედ. ალბათ ერთ დღეში მართლაც ესე ამ ყველაფრის გაგება შეიძლება დაავიწყდეს კიდეც სხვა თუ არაფერი ბოლოს და ბოლოს იმ ბავშვთან იმ წუთში ვერც აღიქვას ამდენი ერთდროულად და ალბათ მართლაც კითხვებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ამაზე ეტაპობრივად პასუხების გაცემა. საინტერესო არის თქვენ როგორ ხედავთ მშობლების თემს, რა გამოწვევების წინაშე დგას ეს თემი? რამდენად თქვათ გაერთიანია ის და რა ცნობიერების რა გამოწვევები გვაქვს ამ თემში? მე ბოლო დროსაც მქონდა ერთ-ერთი შეხვედრაზე ვიყავი, არ დავკონკრეტულები და სულ რჩება
შთაბეჭდილება იმისი, რომ რაღაცნაირად მშობლებს გვიჭირს, რომ გამოვიდეთ ჩვენი პირადი ინტერესებიდან და პირადი საჭიროებებიდან და ვისაუბროთ ზოგად საჭიროებებზე და რაღაც მთლიან თემებზე, რომელიც გვაწუხებს ყველას. ამის ერთ-ერთი მიზეზი მე რასაც ყოველდღურად მშობელთან მაქვს თუნდაც Facebook-ზე მოწერის დონეზე შეხება და ამის მიზეზი არის ხოლმე ძირითადად სწორი ინფორმაციის არ ქონა. და ალბათ ინფორმაციის რის შესახებ? აი მაგალითად გვაქვს რაღაც კონკრეტული მოთხოვნა, მაგალითად რაღაც კონკრეტულ შენობაზე გვინდა რომ პანდუსი გავაკეთებინოთ, ხო? და ანუ ვიცოდეთ ვის უნდა მიმართოთ, ანუ რა ფორმები შეიძლება გამოვიყენოთ მიმართვის. მე სულ ვცდილობ ხოლმე რაღაცას, როდესაც არის საკითხი რამის მოთხოვნაზე, რომ ეს მოთხოვნა იყოს ადეკვატური და კანონიდან გამომდინარე და რატომღაც რაღაც რადიკალურ ფორმებს ცოტა ისე უყურებ ხოლმე, თუ არ დავწუნდი რომ ამის საჭიროება დგას. არიან მშობლები, რომლებსაც ანუ პირდაპირ რადიკალურ ფორმებზე გადადიან და რაღაც ეს ნაბიჯები ჯერ გავლილი არ აქვთ, ანუ მცდელობები, რომ მაგალითად კანონისმიერი გზებით იქნას ესა თუ ის საკითხი მოგვარებული. პროტესტამდე პირობითად რაღაც საჯარო სტრუქტურისათვის განცხადებით მიმართვის, ან სასამართლოსთვის მიმართვის და ასე შემდეგ. თქვენ ძალიან საინტერესო არის, აი ხშირია რომ მშობლები მალავენ ბავშვებს, მალავენ მათ შესაძლო შესაძლოებს, არ აღიარებენ, არ ამბობენ, თავის თავთანაც არ აღიარებენ, თავს იტყუებენ. თქვენ ეს მომენტი როგორ გადალახეთ და რა დაგეხმარათ ამაში? და სამომავლოდ სხვა მშობლებსაც რას ეტყვით, რომ როგორ გადალახონ ეს პრობლემა? ანუ რა თქმა უნდა ჩვენ როდესაც გვესმის ჩვენი შვილების პრობლემები დასაწყისში, ხო გავდივართ შემდეგ რამდენიმე ეტაპს. ანუ პირველი ეს არის რომ არ გვჯერა და პარალელურად მივდივართ რამდენიმე ექიმთან რომ ეს დიაგნოზი გადავამოწმოთ და მეორე მხრივ დავწმუნდეთ ის რაც გითხრა კონკრეტულმა ექიმმა. შემდეგ არის დეპრესიის მომენტი, ანუ ფიქრობ რატო დაგემართა შენ, ანუ სად დაუშვი შეცდომა და ეს რატო დაგემართა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ დეპრესიის მომენტს რამდენად მალე გადალახავ. არიან მშობლების კატეგორია, რომლებიც რჩებიან საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში და შემდეგ ეს ძალიან უარყოფითად და პირდაპირ აისახება ბავშვების მდგომარეობაზეც და განვითარებაზე შემდეგ. შემდეგ ჩემ შემთხვევაში დეპრესიის შემდეგ, რომელიც ჩემ დასაბინდიეროდ ძალიან მალე დავამარცხე, იყო ინფორმაციის მოძიების ეტაპი, ანუ ძირითადად ინტერნეტის საშუალებით, ანუ რა იყო ეს ცერებრული დამბლა, საერთოდ რა ფორმები არსებობდა, რა მკურნალობის გზები იყო. შემდეგ მქონდა ის მომენტი, რომ ვეძებდი მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს და მშობლებს ხვდებოდი და ინფორმაციას ვიღებდი, ანუ რა გავუკეთეს შვილებს იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. და შემდეგ უკვე იწყება ბრძოლის ეტაპი ჭალებში, რომ შენ ცდილობ, ანუ მაქსიმუმი გავუკეთო შენ შვილს იმისთვის, რომ მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ძირითადად, ანუ მე რასაც ვუყურებ ხოლმე, ანუ მშობლების გარკვეულ ნაწილში, პრობლემა არის ის, რომ თუნდაც ჩვენ მედიცინისგან, ანუ და ჩვენი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ვითხოვთ სრულ განკურნებას. მე ესეთ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ მიზანი არასდროს არ უნდა იყოს, ანუ ბავშვის სრული განკურნება, დიაგნოზი გააჩნია, რა თქმა უნდა, დიაგნოზიდან გამომდინარე და მიზანი უნდა იყოს მდგომარეობის გაუმჯობესება. ისეთი მშობლები, რომლებიც თავის თავს აჯერებენ, რომ მაგალითად ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვი ერთ დღეს შეიძლება ანუ ეს პრობლემები ყველაფერი გაქრეს და იყოს ანუ ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე, შემდეგ ძალიან უჭირთ ხოლმე უკვე დიდ ასაკს რო უახლოვდებიან და ანუ რაღაც პრობლემები რო რჩება, ანუ მაქსიმალურად უნდა და ამაში თან დრო მიდის, რომელიც შეიძლება და ბავშვის განვითარებას მოხმარებოდა. ამიტომ რაღაც დონეზე უნდა ვეცადოთ, რომ რეალისტურად აღვიქვათ პრობლემა და რეალისტურად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. და ეს ინფორმაცია ქართულად საკმარისია, როგორ ფიქრობთ? ქართულად რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. ქართულად უფრო დამეხმარა, ანუ უფრო დამეხმარა მშობლების ინფორმაცია, რომლებზეც ჩემზეც მქონდათ გავლილი ეს ყველაფერი და ანუ იმათგან აღებული ინფორმაცია, თუმცა მაგალითად ინტერნეტში რა ვთქვათ,
არ არის ან არის და არის ძალიან მრავალფეროვანი და რომელი ინფორმაციას დაეპნო დაინდო ცოტა რთული მომენტია ეგ მაგის გადაწყვეტა. ნე ალბათ რამდენიმე წყაროს გადამოწმებაც ღირსაქიდან გამომდინარე. და ასევე საინტერესოა თქვენ ხშირად მშობელს ოჯახიც ხელს უშლის ახლოს ანათესაო ისინიც აი თქვენ თქმის არ იყოს ცდილობენ რომ არა ეს არაფერი არ არის უფრო გვიანაც გაუვლიათ და ასე შემდეგ და შემდეგ ცდილობენ რომ ეს რაღაცნაირად ბავშვს მომავალშიც გააგრძელებინონ ეს დამალვა და მოუწოდებენ მშობელს რომ არ გაახმოვანოს, არ წარმოაჩინოს, ბავშვი არ აჩვენოს. თქვენ თუ გქონდათ ეს პრობლემა და როგორ ურჩევთ, რას ურჩევთ სხვებს, აი ეს როგორ გადალახონ? ანუ საბედნიეროდ მე პრობლემა არ მქონია პირიქით, ანუ ის რაღაც გარკვეული მომენტი იყო ის, ანუ რა თქმა და შემდეგ ანუ როდესაც გავიგეთ პრობლემის შესახებ და გავაცნობიერეთ, პირიქით ანუ ყველა ჩართული არის დემეტრეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს. არიან მშობლები, რომლებიც საერთოდ ანუ პრობლემას არ აღიარებენ თუ არ უნდათ რომ აღიარონ, არ ვიცი როგორ დავარქვათ და ძირითადად მათ ემართებათ ხოლმე რომ აი ამ რაღაც გარემოცვის დამაიმედებელ ფრაზებს ეჭიდებიან და რაშიც რაღაცა აღნიშნეთ და ისევ და ისევ ამის ერთადერთი შედეგი არის ის რომ დრო მიდის და ეს დრო შეიძლება ამ ბავშვისთვის ბავშვის ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტი ყოფილიყო. და უფრო მეტიც ამ დროს უფრო მეტად იზრდება საზოგადოებრივი ინტერესი და ცნობის მოყვარეობა და ეს რაღაცა განხილვები, როდესაც მშობელს ცდილობს დამალვას, მოტყუებას, იქ უფრო მეტი კითხვები ჩნდება, რატომ იტყუება, რატომ არ ამბობს, თვითონ ხომ არ დააშავა და ასე შემდეგ. ყოველივე ამის გამო ალბათ პირველ რიგში საკუთარ თავთან ღიაობა ღირს და ჯობია. თქვენი ნათქვამი რომ შევაჯამოთ და გადაცემა ბოლოსკენ წავიყვანოთ, აუცილებლად ინფორმაციის მოძიება, მსგავსი პრობლემის მქონე მშობლების მოძიება და რაღაც ამ ეტაპის რა თქმა უნდა გავლა, თუნდაც სტრესული და დეპრესიის ეტაპისთვის თავისთვის ამის უფლების მიცემაც, იმიტომ რომ ესეც ბუნებრივი პროცესის ნაწილია. თუმცა შემდგომ აქედან რაღაც გამოსავლების ძიება და ბავშვის განვითარებაზე და არა მხოლოდ განკურნებას და უარყოფაზე ორიენტირება. ეს იყო დავით მოსიაშვილის პერსპექტივა, შეშემ ბავშვის ბიჭის მამის, ჩვენ კი მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით, ზუსტად 2 კვირით დროებით.